26 მაისი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ეროვნული გამანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი დღეს 86 წლის გახდებოდა. მერაბ კოსტავამ საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან ერთად სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა მთელი ცხოვრება. მერაბ კოსტავას საბჭოთა რეჟიმმა არაერთხელ დააპატიმრა და გადაასახლა. მას განსაკუთრებული რეჟიმის საპატიმროებში უხდებოდა სასჯელის მოხდა. 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ავიაკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2013 წლის 26 სექტემბერს მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამ დღეს მთაწმინდის პანთეონში მოქალაქეები მიდიან და მის ხსოვნას მიაგებენ პატივს. გიხილოთ მერაბ კოსტავა გახლდათ არა რიგითი ქართველი, არამედ უფლის რჩეული ადამიანი. ჯერ კიდევ 56 წელს, როცა სტალინის ძეგლთან ათასობით ქართველი დახოცეს, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ და რამდენიმე ბიჭმა გამოაქვეყნეს განცხადება და გადმოყარეს ოპერის თეატრში, სადაც ამას ზეიმობდნენ საბჭოთა ელიტა, სადაც ეწერა, რომ მთელი მსოფლიო ბობოქრობს პოზდანსა და ბუდაპეშტში დახოცილი ხალხით და ჩვენ სტალინი კი არ უნდა ვიგლოვოთ, არამედ დამოუკიდებლობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. პატარა ბიჭები იყვნენ, სკოლის მოსწავლეები, დაიჭირეს. მერაბმა და ზვიადმა ჩვენ ქართველებში გააღვივა ის სულისკვეთება, რაც ფაქტიურად კომუნისტური სისხლიანი რეჟიმის დროს იყო ჩამკვდარი. მათი დამსახურება არის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და მათი ბრძოლის შედეგად არის, შეუპოვარი ბრძოლის შედეგად არის ეს დამოუკიდებლობა მოპოვებული.